ის ხელა ასპარეზი რუსეთში არ არის ტოლსტოველობისა, რამ ხელას არის ინგლისში ყველაზე ძლიერი ახალშენი შეიქმნა იდის იქ. საერთოდ რას ნიშნავს, რას წარმოადგენს ტოლსტოველობა? ეს იყო თავისებური სექტა, ქრისტიანული სექტა, აი თუ დააკვირდებით და შეისწავლეთ აი ამ მიმდინარეობას, უნდა მოგახსენოთ, რომ ესე ჩამოყალიბებული და მწყობრი არ გახლავთ. წინააღმდეგობრივია, საკმაოდ წინააღმდეგობრივია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის თავშეშტილება დაგრჩებათ, რომ არის ცდა როგორმე უარიგოს სოციალიზმი და ქრისტიანობა. რაც უბრალოდ შეუძლებელია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თავისას ცდილობდა ტოლსტოი და მაშინ იყო ძალიან პოპულარული ეს მოძრაობა. ძალიან პოპულარული და გასაკვირი არ არის, რომ არჩილ ჯორჯაძეც აყვამას გადასახდა ინგლისში და თვლიდა, რომ აი ახალშეშინა გაეტარებინა ცხოვრება და ყოფილიყო ეს ერთგული მიმდევარი ტოლსტოველობისა. იქ ცოტა გული აეხრება თვითონ ტოლსტოველობაზეც და აი ამ ადამიანებზეც, ვინც იჩემებდნენ, ვინც თავსდებდეს ტოლსტოველობაზე, ქადაგებდნენ საყოველთაო სიკეთეს, მაგრამ აღმოაჩინა არჩილმა, რომ ერთად არ ეთანხმება ერთმანეთს მათი ქადაგება, მათი ცხოვრების სტილი და რათა არ აყროდა გული თვითონ ტოლსტოველობაზე ან მოძღვრებაზე, მიატოვა ინგლისი და მოდის პარიზში. აი პარიზში ხდება ქართველ ემიგრანტებს, მას აქვს საუბრები თედო საჰოკიასთან და ეწოდეს თედო საჰოკიასთან საუბრების დროს, როცა თედოს უნდა როგორღაც შემოაბრუნოს არჩილი საქართველოსკენ, აი მაშინ ამბობს, რომ შენსო თუ დამიჯერებო თედო ჯობიაო, რომ აი ამ ხელა სამყაროა, ჯობია რომ ამ შუაგულში მოვექცეთ, ეს ჩვენი ქართული ენა მხოლოდ გვაბკოლებს და საქართველო მხოლოდ გვაბკოლებს, რათა მიხსნათ სამყარო. აი ორი ძლიერი პიროვნების ჭიდი და მოხდება ისე, რომ თედო საჰოკია დიდხანს არ არის, მაგრამ 2-3 თვეს ხდება ეს მათი საუბრები და მოახდენს ძალიან დიდ შთაბეჭდილებას არჩილ ჯორჯაძეზე და შეიძლება ითქვას, რომ თედოს დამსახურებაა ეს კაცი, რომ განაგურჩინა და საქართველოს განაურჩინა და ერთ დღეს უცებ მოულოდნელად არჩილი მიდის თედოსთან და თხოვს, რომ აღმადგენინე ქართული ენა და დამეხმარე, რომ ქართულ პრესაში ბეჭდო წერილები. ისე რომ ხელახლა უნდა ისწავლოს ქართული და გარდა ამისა, თავიდან თედო უნდა თარგმნოს მისი სტატიები და გამოიგზავნოს საქართველოში. თედო ძალიან ერთგულად ჩაუჯდება ამ საქმეს, ვიდრე ამან იცის თედო, რასაც აკეთებს. ეს საერთოდაც ეს არის კიდე განსაკუთრებული მოვლენა ჩვენს ისტორიაში. თედო საჰოკია გარდა იმისა, რა ღვაწლიც მიუძღვის, როგორც თარგმნელს, პუბლიცისტს და საზოგადო მოღვაწეს, აი როგორც პიროვნება, რომლის გარეშე წარმოუდგენელია მაშინდელი საზოგადოებრივი ცხოვრება. აი მაშინდელი ეპისტოლეები რო ნახოთ, ღიურები რო ნახოთ, ჩანაწერები ყველა ახსენებს თედოს, როგორც ყველას თანამდებობს. რაც თვითონ რა გააჩნდა, მაგრამ უკანასკნელ კაპიკსაც კი ახარჯავდა თავის ახლობლებს და მეგობრებს. მისი დამსახურება მთლიანად არჩილ ჯორჯაძეში შემოგვუნება. მისი დამსახურება შიო არაბოსპირელის ჩამოყალიბება მწერლად. და აღარაფერს ვამბობ კიდე უამრავ სხვა ღვაწლზე. აი ერთად იწყებენ თედო და არჩილი ამ სტატიების დამუშავებას, გაჩამხვას და თანდათან უცებ ხდება არჩილ ჯორჯაძის არსებაში ეს ქართული ენის აღდგენა და იგი ბრუნდება საქართველოში. ბრუნდება საქართველოში და მის გამოჩენა მაინც აღტაცებული არ ხდება ილია ჭავჭავაძე, რადგანაც მათ საკმაოდ ძაფრი შეჯახება მოუხდებათ, უფრო სწორად ილია ძალიან კაცრად დაგმობს არჩილ ჯორჯაძის რამდენიმე სტატიას, მოგეხსენებათ ის ცნობილი გოლარტელის და არჩილ ჯორჯაძეს ერთმანეთს აფარებს და ილია ასე პირველია მართალი იყო იმ შემთხვევაში და არჩილ ჯორჯაძეს პასუხი არ გაუწია, რადგან მიიჩნია, რომ ილია იყო მართალი და ამის მერე არჩილ ჯორჯაძე ხდება ერთ-ერთი თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძისა, რასაც ილია ჭავჭავაძე ვერადავერ იჩენებს. არ ვიცი, შეიძლება აიგდომაც აიხარა გული, როცა ნოე ჟორდანიასთან ეპიზოდი მოგეხსენებათ, როცა ნოე ჟორდანიას ილია ჭავჭავაძე შესთავაზა ივერია, ოღონდაც ნუ დაუპირისპირდებიან ეროვნულ გწამს, ოღონდაც აი ეს იწამე, ქვეყნის თავისუფლება იწამე, ნუ ასდევამ
დემოკრატიულ მარქსისტულ იდეებს და აგერ ივერია ჩამებარებია შემთხვისო ასე უარი უთხრა ნოე ჟორდანიამ და აი ამის მერე მე მაინც ამიტვსნი რომ აი ამის მერე ცოტა ეჭვით უყურებდა უფრო მეტი ეჭვით ილია ჩავჩავაძე ახალგაზრდებს და აი არჩილ ჯორჯაძე აი თავიდანვე გაინაპირა და ბოლო დრომდე ვერ მოხდა მათი დაახლოება მიუხედავად იმისა რომ არჩილ ჯორჯაძე იყო ამის ძალიან დიდი მოსული არჩილ ჯორჯაძეს დებულობენ ცნობის ფურცელში ასეთი რედაქცია სადაც იბეჭდებოდა და უფრო რევოლუციურად განწყობილი ახალგაზრდების ნაწერები იმ ახალგაზრდებისა რომელთაც მიაჩნდათ რომელთაც ილიას ეთაყვანებიან მაგრამ მიაჩნიათ რომ ძალიან ფრთხილია ზედმეტ სიფრთხილეს იჩენს და აუცილებელია უფრო მეტი სიმკვეთრე და მეტი რადიკალიზმი ამ პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთ-ერთი იყო მათ შორის გიორგი ლასხიშვილი ყველაშორის გიორგი ლასხიშვილს გერონტი კიკოძე ასე დაახასიათებს რომ ეს იყო კაცი რომელიც არც დიდი მწერალი ყოფილა არც დიდი პოლიტიკოსი ყოფილა არც დიდი საზოგადო მოღვაწე ყოფილა მაგრამ ერთობლიობაში ეს იყო აი ცხოვრების სამკაული აი გამონაკლისები რომ არიან ცალ-ცალკე შეიძლება რაღაც დიდი მიღწევა არ ქონდეს რომელიმე სფეროში ვერა მთლიანობაში მის გარეშე წარმოუდგენელია საზოგადოებრივი ცხოვრება და სხვათა შორის ეს გიორგი ლასხიშვილია რომელიც ილიასთან თანამშრომლობს ილიასთან ბეჭდავს ხშირად სტატიებს და უნდა რომ ეს გაამწვავოს ივერია უფრო მეტად ვიდრე მაშინ არის და ილია თხოვს რომ ნუ გავამწვავებთ იმიტომ რომ იგვიხურავენ რედაქციას ისე მოვახერხოთ ყველაფერი თქვათ მაგრამ არ გადავაჭარბოთ მაშინ გიორგი ლასხიშვილი ითქოს რომ ასე ქვიაო და დემოკრატიაო ხელისუფლებას ამბობს რომ დემოკრატიაო და არავინ არ მიხურავსო და ისე რომ ცენზურა რომ უშლის რაღაცებს გამოხშირავს ხოლმე რაღაცას ტოვებს მაინც რაღაცას შეიძლება გამოვიდა რამდენიმე ნომერი და მიხურეს ეს ივერია ილიამ რომ უთხრა მაგამდე რომ უთხრა რომ მიგიხურავენ ვერ გაბედავენ ლასხიშვილი პასუხობს რო გაბედონო არა გაბედავენ აი ილიამ უთხრა აი რო გეგონაო და ეს აღსპორტება რა მოა დემოკრატია რო გვაქვს და ეგეთი დემოკრატიაო რაც მათ ნებავთ ვის არის დემოკრატია ხოლმე მე უნდა ვიცე თავში როგორმე აღვადგინო ეს გაზეთი და ილიამას მოახერხებს და გიორგი ლასხიშვილზე რატომ ლაპარაკობ ამდენს გიორგი ლასხიშვილი არის ერთ-ერთი თანამდგომი არჩილ ჯორჯაძისა და ის პიროვნება რომელიც გზას უკაფავს საქართველოში დაბრუნებულ არჩილ ჯორჯაძეს გიორგი ლასხიშვილი არის არსებითად რედაქტორი ოფიციალური არა მაგრამ არაოფიციალურად ეგ არის წარმოართველი ცნობის ფურცელისა გარდა ამისა იმ ჯგუფისა რომელიც ამზადებს პარტიის შექმნას რომელიც მე გაფორმდება სოციალისტურ ფედერალისტურ პარტიად ეს არის მის შუაგულში არის უხევი ავტორიტეტი ძალიან დიდი სახელი აი ბრუნდება არჩილ ჯორჯაძე და გადაინაცვლებს უკან გიორგი ლასხიშვილი და უთმობს სადავეებს ყველაფრისა არჩილ